მოგესალმებით. ამ ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ არის შესაძლებელი საიტზე შესვლა ალტერნატიული მეთოდით. თქვენთვის აქამდე ცნობილი მეთოდი გულისხმობდა ბრაუზერის გამოყენება საიტზე შესასვლელად. თუმცა შესაძლებელი არის ბრაუზერის გარეშე რეჟიმში მუშაობაც. ამის შესაძლებლობას იძლევა Silverlight პლაგინი და ჩვენ ნახავთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. უნდა ითქვას, რომ ამ პროექტის დაწყებისთანავე ყოველთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა საიტზე შესვლა. Silverlight-ის დაინსტალირება, იმის გარჩევა თუ რომელი ბრაუზერები უჭერდნენ მას მხარს და რომლები არა. იმედი გვაქვს, რომ კლიენტის გამოყენების შედეგად ეს სირთულეები აღმოიფრხება და თქვენთვის ძალიან მარტივი გახდება საიტზე პირველადი და შემდგომი წვდომა. გადმოვიწეროთ საინსტალაციო, რომლის ბმულიც იქნება ვიდეოს კომენტარებში, ხელმისაწვდომი. უნდა გადმოვიწეროთ ძალიან მცირე ზომის 1 მეგაბაიტამდე საინსტალაციო. არქივში არის მოთავსებული ორი ფაილი. ერთი ეს არის უშუალოდ კლიენტი, რომლის მეშვეობითაც შევბრძანდებით ჩვენ საიტზე. ხოლო მეორე ეს არის Net Framework-ის საინსტალაციო ფაილი. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ გაეშვება და გეტყვით რომ მისი გაშვებისათვის საჭიროა Net Framework-ის შესაბამისი ვერსიის არსებობა, ამ შემთხვევაში უნდა დააინსტალიროთ ეს პროგრამა. თუ Windows-აც იყენებთ და Windows 8 სავარაუდოდ ეს არ დაგჭირდებათ, უფრო ძველ ვერსიებში შესაძლოა საჭირო გახდეს დაინსტალირება შესაბამისი ვერსიის. თუ თქვენი კომპიუტერზე დაწერა რომ ამ მანქანაზე შეუძლებელია Net Framework-ის შესაბამისი ვერსიის დაინსტალირება, გამოდის რომ თქვენი Windows-ი საკმაოდ მოძველებულია და სასურველია ჩაანაცვლოთ იგი უფრო თანამედროვე ვერსიებით. რატომ არის აუცილებლობა რომ გამოვიყენოთ ბრაუზერის გარეშე რეჟიმი? თანდათან ბრაუზერები წყვიტავენ მხარდაჭერას, რომ გამოყენებული იქნას პლაგინები ვებ ბრაუზერებში. ანუ თანამედროვე ტენდენციები ვების განვითარების გულისხმობს, რომ პლაგინების გამოყენება უნდა შეიზღუდოს. ამ ტენდენციას ასევე მხარს უბამს Microsoft-იც, რომელმაც განაცხადა, რომ მის ახალ ვერსიაში Windows 10-ში, რომელსაც მოყვება სტანდარტულად Microsoft Edge ბრაუზერი, ასევე არ არის მხარდაჭერილი Silverlight პლაგინის მუშაობა. თუმცა რამდენადაც Silverlight-ი არის საკმაოდ ძლავრი ინსტრუმენტი მაღალი ხარისხის ფუნქციონალური საიტების შესაქმნელად, Microsoft-ი გვპირდება, რომ Internet Explorer-ში განაგრძობს ამ პლაგინის მხარდაჭერას, ასევე პლაგინი უპრობლემოდ იმუშავებს ბრაუზერის გარეშე რეჟიმში. ჩემი რეკომენდაცია იქნება თანდათან გადავიდეთ ბრაუზერის გარეშე რეჟიმზე, გამოვიყენოთ კლიენტი, რადგან თანდათან ბრაუზერები ყველა შეწყვეტავს ამ პლაგინის მხარდაჭერას. ჩვენ არავითარი სირთულე არ შეგვექნება ამის გამო, თქვენ ნახავთ რომ პირიქით გარკვეული უპირატესობები შეიძლება გქონდეს, კერძოდ ის რომ კლიენტი ავტომატურად ახდენს საინსტალაციოს გადმოწერას, როგორც Silverlight-ისას, ასევე თავად საიტისას. ავტომატურად მოახდენს განახლებებს, მოგვიანებით თუ შეიცვლება პროგრამული კოდი, ასევე არ იქნება გადატვირთული თქვენი ეკრანი სხვა ჩანართებით, რაც ბრაუზერებში შესაძლოა გქონდეთ, ასევე დაცული არის ყოველგვარი სპამისგან, რეკლამისგან და ასე შემდეგ. გავუშვათ ეს კლიენტი პირველ ჯერზე, რამდენადაც აღმოაჩენს, რომ არ არის დაინსტალირებული Silverlight-ი, დაიწყებს გადმოწერას შესაბამისი ფაილის. ავტომატურად გაარჩევს თუ რომელი ვერსია არის თქვენთვის თქვენი მიმდინარე ოპერაციული სისტემისათვის საჭირო და მოახდენს მის გადმოწერას. როგორც ხედავთ, საინსტალაციო Silverlight-ის უკვე გადმოწერილია, ამჟამად ვცდილობთ პროგრამა გადმოიწეროს უკვე საიტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფაილები. ესეც მცირე ზომის არის, საკმაოდ სწრაფად გადმოიწერება.
ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა ჩვენი ჩარევა იმისათვის, რომ მოხდეს Silverlight-ის ინსტალაცია. ეს პროცესი სადღაც 1 წუთი გაგრძელდება. ამის შემდეგ უკვე ხდება გამოძახება საიტის. როგორც ხედავთ, ზუსტად იგივე ვიზუალი აქვს, როგორც ბრაუზერიდან გამოძახების შემთხვევაში, ყველაფერი მუშაობს იდენტურად, ისევე როგორც ვებ ბრაუზერის პირობებში. უპირატესობები კიდევ ერთხელ ვთქვათ, თქვენ არ გაქვთ სხვა ჩანართები, ანუ მთლიანად ხართ ამ საიტზე კონცენტრირებული, შემდგომი გამოძახება პირდაპირ ხდება, რამდენადაც უკვე დაინსტალირებული არის და გადმოწერილი არის Silverlight-ის შესაბამისი ვერსია და საიტისათვის საჭირო ფაილები. არავითარი რეკლამები არ შეგაწუხებთ, არ გჭირდებათ მისამართის აკრება, შეგიძლიათ კომფორტულად იმუშაოთ უკვე საიტის შიგნით. იმ შემთხვევაში თუ განახლდება პროგრამული კოდი, ავტომატურად მოხდება გადმოწერა, ამ შემთხვევაში პირდაპირ გაშვება არ მოხდება, მოხდება შესაბამისი ფაილის გადმოწერა, რაც ასევე დიდ დროს არ წაგარქმევთ და სავარაუდოდ არც ისე ხშირად არ იქნება საჭირო. იმედი გვაქვს, რომ ამ კლიენტის გამოყენების შედეგად ჩვენ გადავჭერით პრობლემა, რაც უკავშირდებოდა საიტზე შესვლის ბარიერებს. ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია იქნება, რომ უმეტესად გამოიყენოთ კლიენტი, თუმცა შეგიძლიათ განაგრძოთ მუშაობა იმ ბრაუზერებში, რომლებიც ჯერ კიდევ გაძლევენ შესაძლებლობას შევძანდეთ საიტზე. ეს პროგრამა სულ ეხლახან დაიწერა, რამოდენიმე კომპიუტერზე არის დატესტილი მისი მუშაობა, ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში გთხოვთ მოგწეროთ ან დაგვირეკოთ, რომ სწრაფად მოხდეს მისი გამოსწორება. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის.